სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 30 აგვისტოს ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ახალი ნორმის მიხედვით, თუ ბავშვი 5 დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, მას ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გარიცხავენ. ახალი რეგულაცია ამ დროისთვის ბათუმის მეოთხე ბაღის უკვე 3 აღსაზრდელს შეეხო. ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ მშობელთა კომიტეტის წევრები. თამარ თედორაძის განცხადებით, ახალი რეგულაცია ბუნდოვანია. ვფიქრობ, რომ ეს არის უფლებების შელახვა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის დაკონკრეტებული, ანუ ბუნდოვანი არის ეს კონკრეტირება არ არის მითითებული ამ ხრივ ბაღების გაერთიანების დირექციამ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უნდა გამოაგზავნოს თუ რაიმე ცვლილებებს აპირებს წერილობითი შეტყობინება ჩვენთვის იქნება უკვე გაფრთხილება იმისა რომ მოსალოდნელია ასეთი ცვლილება და მშობლებიც რა თქმა უნდა ინფორმირებული იქნებიან. მეოთხე ბაღის დირექტორი მშობელთა ნაკლებ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს რომ მშობლების წინასწარ ინფორმირება მას არ ევალება. საინფორმაციო ბუკლეტი კი საბავშვო ბაღში საინფორმაციო დაფაზეა განთავსებული. თუ ვერ მოერგებიან ბრძანებებს და შინაგან განაწეს ჩარჩოში ვერ მოთავსდებიან თავისთავად აღმოჩნდებიან გარეთ. მე არ ვიცი ამან რატო გამოიწვია ესეთი აზრდა სხვადასხვაობა. არა, რატო უნდა შევატყობინო მე არა მაქვს ის პრინციპი, რომ ინფორმაციებს ვაწვდიდეს სახში. მე ავალდებული ვარ აქ მოსულ მშობელს ვაწვდიდე ინფორმაციას და არავინ არ განიცდის ინფორმაციის ვაკუუმს. საბავშვო ბაღებში რეგულაციების შემოღება მაღალმა კონტინგენტმა განაპირობა აცხადებს ბაღების გაერთიანების მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, ახალი ნორმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მშობლები სრულიად იქნებიან ინფორმირებულნი. უკვე გათავისუფლებული ბავშვები კი საბავშვო ბაღებში დაბრუნდებიან. ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო, არ ყოფილიყო კანონმდებლობიდან ძალიან შორს. ეს არის 5 სამუშაო დღე, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ბავშვი აცდენს 5 სამუშაო დღეს, თავისთავად იგი თავისუფლდება საბავშვო ბაღიდან. ვინაიდან ეს ესე მოხდა და მშობლისთვის ეს არ იყო ცნობილი და იგი მხოლოდ 16 წუთში გამოცხადდა და მას ოჯახში ვერ მიუტანდნენ ამ ინფორმაციას, მე ვთხოვე ქალბატონ ირმას და დაუშვით გამონაკლისი ამ შემთხვევაში და ვთხოვე რომ აღედგინა ყველა ეს ბავშვი. თუმცა გულწრფელად გითხრათ, ესეც გადახვევა არის იმ რეგულაციიდან. ბათუმში არსებულ საბავშვო ბაღებს დღეს კიდევ 2 შეემატა ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადრილის დასახლებასა და ლერმონტოვის ქუჩაზე ქალაქის მერმა გახსნა.